მოვდივართ ქუჩაში და წინა სახალხო პერიოდი იყო რა ჩვენ წინ მიდის კაცი რომელიც მიათრევს ძიმეებს რა სიმძიმეებს და მამა ჩვენი სტოლა თუ არა ოდნავ პატარა მაინც იქნებოდა ეს კაცი რა და ჩვენ ესე ძალიან გვიყვარს დიდი ადამიანები ხოდან ამ გვერდით რო ჩავუარეთ ვიცია დახმარება ხო არ გჭირდებაო გადავყავით ახლა თავი აქედან მე იქიდან ამან და კიო შვილო თუ წამაღებინებთ ამანაც და ახლა შვილო თქვა და საერთოდ დავდნით და დავიშაქრეთ ორივენი და გადმოვხტით გავაჩერეთ ტრასაზე მანქანა გადმოვხტით ორივენი აქედან მე ვეხმარები იქიდან ის ეხმარება ავწიეთ ეს ტვირთი ჩავდეთ მანქანაში და საით გინდათ რომ წაგიყვანოთ ბიძია და აიო აქეთ მინდა წამიყვანოთ რაღაცა კი ბატონო რაზეა საუბარი ახლა ვინ შევდა რომ ჩვენ სადღაც სხვაგან მივიდოდით საქმეზე წავიყვანეთ. ვიარეთ რაღაცა გზა გავიარეთ და გზაში სულ რაღაც ამ კაცმა მადლობა ამაზეც აკე როგორ გეკადრებათ და ღმერთმა შეგარგოთ და შვილებს მოახმარა რაღაცა მოგონა. გარკვეულ ადგილს რომ მივედით უკვე ძალიან შორს წავედით რა და უთხარით რომ ბოდიშს მოგიხდითო ჩვენ სხვაგან მივდივართო და მართლა სხვაგან მივდიოდით და აქ უნდა ჩამოგსვათო რა და მიჩვენია იქით ჩამოვსვათო და ფიზიკურად ვეღარ წავიდოდით იმიტომ რომ მე ჩვენ გზა ძალიან გვიგრძელდებოდა და ჩამოვსვით ეს კაცი კიდევ კარგი ჩამოვსვით ეს კაცი განვაგდეთ ბედნიერად გზა რა აი დავეხმარეთ და თან გზაში ვქოთ რა კეთილი კაცი იყო რა როგორ წვალობს არა და ოჯახისთვის წვალობს ალბათ წინა საახალწლოდ როგორია ცხოვრება და ასე შემდეგ და თენდება მეორე დილა და ეს გავიდა, ჩემი გავიდა გარეთ რა და რაღაც ხმაური მესმის გარედან და აივანზე ვიხედები და ვიღაც სამკაცი ელაპარაკებს ეჭიმება რა და მეთქი რა ხდება ხო და რაღაც ისეთი სიტუაცია იყო რომ უეჭველი დახმარება ყვარჭიდებოდი ჩემთვის მოვიცვი ეგრევე დუტი ეს და ბურზგმული თმებით და გავარდი გარეთ რომ მეთქი რა ხდება ვინ არიან რა უნდა დილაუთენია იყო ყინავდა რა და ხალხის წინა პერიოდია და პოლიციიდან არიანო და მეთქი რა პოლიცია ამიტყდა სიცილი და თავეუბნა მიდი ახლა მითხარ ახლა ტიპებს ვეუბნები რა სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები და პოლიციიდან ვართო და მეთქი რა პოლიცია გეხვეწები ახლა არ ვარ თქვენ ხასიათეთ ხოლმე მინდი მითხარ ახლა ვინ გამოგაგზავნა რა გინდა რა მგონია რომ ვიღაცა მეღადავება ვიღაცამ გამოაგზავნა და რავი არ ვიცი რატო უნდა გამეღადაოს ასე მაგრამ მეღადავებიან და რაღაც მაიმუნობენ და მეთქი მიდი ხა თქვი ვინ გამოგაგზავნა მაინც გავიგებ და რაღაც ეგეთი ვარ და საბოლოოდ ამ კაცმა ისე დაასერიოზულა და თან უჟმური სახით იყურებოდა რაღაცა დააძრო ეს საბუთი მაჩვენა და ასე შემდეგ და მეთქი ვაი მე რა პოლიცია მეთქი ხალხო რა გინდათ მისამართი ხوار შეგეშალათ მე თიკო ვარ ეგეთი ვარ და ხო და თიკო რო ხარ ახლა ჩაჯდებიო თუ შენი მანქანა წამოხვალო და პოლიცია ჩაგიჯდესო მაშიო მანქანაშიო და მე ზად წამოვალ ხა ხوار გაგიჯდით რა პოლიცია ერთი სიტყვით 3 ეკიპაჟი დაგვადგა სახლში და წაგვათრიეს წინა საახალწლოდ მე და ჩემი და განყოფილებაში შოქში ვიყავით ხალხო საბოლოოდ ბევრი რომ არ განვაგრძოთ იქ ველოდეთ გვალოდინეს кайხანს ნაძვისხე ქონდათ ასაწყობის სხვათა შორის და იქ ველაგან სათამაშოები და ჩვენ აუწყეთ ჩამოუკიდეთ ანუ კი რამ გავგიჟდი უკვე ლოდინისგან ვერ ხვდებოდი რა უნდა მეკეთებინა მე გიხოტები ნაძვისხეს მაინც ავაწყოთ რამე უნდა ვაკეთო უნდა ვიარო ესე ვერ ვიჯდებით ხო კაიო ავაწყეთ ნაძვისხე რაღაცები ჩამოუკიდეთ და გაირკვა როგორც იქნა რა ხდებოდა ერთი სიტყვით ეს ჩვენი კეთილი ბიძია რომელსაც დავეხმარეთ და ოჯახისთვის წინა საახალწლო მარაგი მიქონდა ჩვენი ჭკუით აღმოჩნდა ქურდი რომელსაც გაუქურდავს რამოდენიმე მანქანა და ძალიან დიდი რაოდენობის რაღაცები წაუღია მოუპარავს ერთ სიტყვით ჩვენ დავეხმარეთ მოპარულად გადამალვაში კიდე კარგი ღმერთს მადლობა რომ იმ ადგილას ჩამოვსვით სადაც ჩამოვსვით და იქ იყო კამერები და ყველაფერი ჩანდა რომ ჩვენ ჩამოვსვით და ისწავიდა თავისი გზით და თან ეს რო თქვა მე მე რას ლაპარაკობთ ის კაცი მაგას არ იკადრებდა მეთქი მე მაინც ეკეთი ვარ ერთი სიტყვით ნაკურდალი გადავაზიდინეთ თურმე ძალიან დიდი თანხის იყო და არ ვიცი რა იყო ბეწეული იყო თუ რაღაცო ესეთი ხო და კიდევ კარგი ამოიღეს მე კამერების ჩანაწერები სხვადასხვა სივრციდან რაღაცა თვითმხილველები კამერების ჩანაწერები ჩვენი მონაყოლის ზუსტად დაემთხვა კამერების ჩანაწერს და ასე შემდეგ მაგრამ ამასობაში გაიწელა ლამის შემოგვათენ და ტელეფონები ჩამორთმეული გქონდა თან და თენდებოდა მე მგონი შუაღამე იყო იქიდან რომ წამოვედით და აი ბეწუზე გადავრჩით და ახლა რატო წერ ამ ვიდეოს ადამიანებო კი ხართ თქვენ კეთილები და მესმის თქვენი კეთილი ზრახვები მესმის რომ გინდათ დაეხმაროთ და მეც იგივენაირად ვარ უბრალოდ სანამ ვინმეს დაეხმარებით კარგად დაფიქრდით რამდენად ღირს იმიტომ რომ სამწუხარო ფაქტია მაგრამ ძალიან საფრთხილოა დღესდღეობით ესე თვალდახუჭული ვინმეს ენდო აი ჩვენი გამოცდილებიდან თუნდაც